სახელითა მამისა და დადისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას გილოცავთ. ამ დიდ დღესასწაულს, ეს არის დღეს იოანეს დედაზნელის და მისი მოწაფეების სცენება, ასურელი მამების, რომლებმაც ისე იმოღვაწევეს საქართველოში, რომ თითეული ქართველისთვის უძვირფასესნი არიან. იყვნენ ასურელები, მაგრამ ჩვენთვის როგორც დიდი ქართველები, დიდი წმინდანები ისე არიან. ამიტომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას, სადაც უფალი მოუწოდებს და როგორც იცხოვრებს, თავის ერთსაც ადიდებს, ღმერთს ადიდებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და როდესაც სხვაგან არიან წასულები, მე ხდებიან შინაურები და ღმერთი იდიდება მათით. და ჩვენთვის ისინი ძალიან საყვარლები არიან. ისინი ყოველთვის შეეწევიან საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც იოანეს დედაზნელი თავის მოწაფეთურთ 12 მოწაფესთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში, შემდეგ სამოღვაწეო ადგილები აირჩიეს და მამა დავითი, რომელსაც გარეჯელი ეწოდა, მოღვაწეობდა გარეჯში და იქ დიდი სამონასტრო კომპლექსია. კარგად მოგეხსენებათ, ქართველებისთვის ძალიან საამაყო და ჩვენი ისტორიის და ერის დიდების ნიშანია ის. ხვალე 12 საათზე იქ შევიკრიბებით და სამადლობელი და სავედრებელი მადლობას გადაუხდით უფალს ყოველივესთვის, როგორც ვართ, თუნდაც იმ მდგომარეობისთვის და შევთხოვთ, რაც ყველაზე ძალიან ჭირდება, ჩვენ ერთს იმას შევთხოვთ. თან ამით ჩვენ ყველას ვაჩვენებთ ეკლესიის პოზიციას, როგორც ვიცით, სახელმწიფოს ძლიერება საქართველოში ყოველთვის განაპირობებდა ძლიერი ეკლესია. შიში ნურაფრის ნუ გექნებათ, გარეჯი ჩვენი იყო, ჩვენი არის, ჩვენი იქნება. უბრალოდ ალბათ რაღაც გაუგებრობების გამო ასეთი აჟიოტაჟი ხდება ხოლმე, მაგრამ ერთი რამეც იცოდეთ, ადრეც აღვნიშნეთ. ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ საქართველოს. უკვე საქართველოს მეტი გაჭირვება აღარ შეუძლია, სადაც არ უნდა იყოს, ეს იქნება გარეჯში თუ ნებისმიერ წერტილში. და ამაზე დიდი საქმე ჩვენთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ შაგრნის ტყავი არ არის საქართველოს, რომ დაელიოს. თუ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, რომ თავიანთი ინტერესები ათასობით კილომეტრში განახორციელონ, როგორც რუსეთი შემოიჭრა ჩვენთან და ჯერჯერობით ტერიტორიების ნაწილი წაგვართვა, ან სხვა იმპერიებიც ავიღოთ, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად შედიან, ჩვენც უნდა მოვძლავრდეთ ისე, რომ რობოტებით არ ვიყოთ და სხვების თითის დაქნევას არ უნდა ველოდოთ. ჩვენიც მტერს უნდა ეშინოდეს, ნებისმიერ მტერს. მოყვარეს უნდა უხაროდეს ჩვენთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში მე ხვალინდელი ის არ მაქვს მხედველობაში, ზოგადად ვამბობ, რომ აწე იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყველგან დაიცავს საქართველოს ინტერესს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ერის და ჩვენი ვალია ყველგან და ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები დავიცავთ და თითოეული თქვენთაგანის ინტერესები დავიცვათ. ამაზე ალბათ მეტის თქმა აღარ ღირს და ერთი რამეც არის, ამ ბოლოს ძალიან მომძლავრდა ეკლესიაზე გამოლაშქრება. პატრიარქის ქადაგებას განიკითხავენ,
რამეს ვიტყვით, მაშინვე რაღაცა ფობიას მოაკერებენ ჩვენს ნათქვამს. სამწუხაროდ ადამიანს უცოდინარობა და გაუნათლებლობა ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებინებს. თუნდაც უწმინდესმა იმ დღეს რომ ბრძანა ცოლების მორჩილების შესახებ და ფეხის დასაბანად წყალი რომ მიუტანონ ქმარს, ეს საზოგადოების რაღაც მცირე ნაწილმა კრიტიკის ობიექტი გახადა და უწმინდესი როდესაც წავბრძანდა საზღვარგარეთ, 16 დღე იყო ქადაგებიდან გასული, ეგრეთ წოდებული ფემინისტები მოვიდნენ და რაღაც მიტინგისავით მართავდნენ საპატრიარქოსთან. ჩვენ დიდი ხანია ბევრ ამას ვითმენთ, ამ ზეწოლებს, ამ რაღაცებს, მაგრამ ერთი რამეა, უფალმა კლდესაზე და დაახუძნა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას და ეხა ადამიანთა რაც არ უნდა ჭკვიანი ადამიანები შეიკრიბონ, ეშმაკზე გენიოსები ვერ იქნებიან ხომ და ამიტომ ტყუილად იბრძვიან და ტყუილას ცდილობენ რომ აკრძალული ხერხებით გვირყან. საქართველოში სადაც აი ისეთ საზოგადოებაში ვიზრდებოდით, ისეთ ოჯახებში ვიზრდებოდით, სადაც ქალი განსაკუთრებულად თაყვანიცემოდა და პატივისცემა იყო, ეს ფემინისტობა საქართველოში რაუბედურობაა. რომელი ოჯახის წევრები არიან იქ გაერთიანებულები რა. მე იშვიათად შემხედრია ოჯახი, სადაც ქალს პატივს არსებენ და თუ მასეთი ჩაგრული ოჯახებიდან არიან, მაშინ ცოტა სხვა საზოგადოება უნდა შექმნან და არა ქალთა დაცვის საზოგადოება, ცოტა სხვა რაღაცა უნდა შექმნან, რომ ცოტა ოჯახშიც კულტურა შევიდეს. საქართველოს რომელსაც წმინდა მეფე თამარი მეფედ ყავდა, როგორ შეიძლება დღეს 21 საუკუნეში იმაზე ვილაპარაკოთ, რომ იჩაგრება საქართველოში ქალი. ასე შეიძლება თავისუფლად ითქვას კაცის იჩაგრება რაღაცემით, მაგრამ სადაც ოჯახია, სადაც სიყვარულია, იქ ჩაგვრა არ არის. მაგრამ სადაც სიყვარული არ არის, იქ ყველაფერი გეჩვენება, ჩაგვრაც გეჩვენება და ყველაფერი საეჭვოდ გეჩვენება ადამიანს. ერთი რამეც არის, ჩვენ ვითმენთ, ეხლა ამ გამოხტომებს, სხვა რამეს ვერ უწოდებ. ერთხელაც იქნება ჭკუასაც ვასწავლით. იმიტომ რომ არის რომ რაღაც შეიძლება ითმინო, მაგრამ რაც ერის წინააღმდეგ და ზნეობრივობის წინააღმდეგ მიდის. მერე იმას რაღაც დონეზე ჩვენც არ მოვვითმენთ. ხომ არ შეიძლება სულ კრიტიკის საგანი ეკლესია, ვის რას უშავებს, ხომ ეკლესია. სხვა რელიგიის წარმომადგენელი იტყვის რამეს, სახელმწიფოსთვის თავს ავრდებთ. თუ რა თუ სიყვარულს არ ვქადაგებთ. ამიტომ რაღაც იმის გამო ორგანიზაცია შექმნან და გრანტები მიიღონ, ყველაფერზე არ უნდა მიდიოდნენ. საზღვარგარეთ რას იფიქრებენ ჩვენზე? ქალთა უფლებები ირღვევა, ყველას უფლებები ირღვევა, ყველას თურმე ჩაგრავენ და რა ქვეყანა ყოფილა, აბა რას ვაშენებთ მას? რა ვაშენებთ დღევანდამდე, რა გავიკეთებია? რითი ვიწოვნებთ თავს? ამიტომ ცოტა უნდა დაფიქრდნენ რა, ერთია, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვი და იყენებ მასეთ ადამიანებს და მეორეს სახელმწიფოზე ხო უნდა ფიქრობდეს ვიღაცა. რომ სახელმწიფოსთვისაც არ არის ეს სასარგებლო ასეთი რაღაცეების დახილი და ეკლესიასთან ბრძოლა. ჩვენს ადამიანები ვართ, სასულიერო პირები, ბერები ვართ, ხო? ადამიანები ვართ და ყველანაირი ბრძოლა შეგვიძლია. საქართველოს თუ დაჭირდა თავს დავდებთ ხო და ეკლესიასაც თუ დაჭირდა დავიცავთ ეკლესიის ღირსებასაც. როგორც ერის ღირსებას დავიცავთ და თითეული ადამიანის ღირსებას მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა, ყველას დავიცავთ ჩვენ, ვინც დასაცავია. ასევე თუ ისინი იცავენ ეს მცირე რიცხოვანი საიდან მოტანილი არ ვიცი საზოგადოებები თავს, ჩვენ ვერ დავიცავთ, თუ რა გაგვაჩერებს, რა ძალა გაგვაჩერებს, იარაღი გაგვაჩერებს თუ რა გაგვაჩერებს. ვერავინ ვერ გაგვაჩერებს. ამიტომ თუ უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ყველამ ერთად, სახელმწიფომაც მიხედოს.
ჩვენს მიმართ არის ექსტრემიზმი, არა ეკლესიას რატო გვაბრალებენ იმას, რაც არ აქვს. ჩვენს მიმართ კი არის ყველანაირი ექსტრემიზმი. კარგად დავაკვირდეთ და ვნახავთ. ჩვენ არაფრის არ გვეშინია რა. რამ უნდა შემაშინოს, სიკვდილმა უნდა შემაშინოს. როგორ უნდა შემაშინოს სიკვდილმა? ისე არ უნდა ვიცხოვროთ, რომ რაღაცის გვეშინოდეს, რაღაცის დაკარგვის გვეშინოდეს. ჩემთვის არც ეპისკოპოსობა არ არის არაფერი, როდესაც ერის საკითხი წყდება და როდესაც ეკლესიის საკითხი წყდება. ამიტომ ცოტა ისე ვიყოთ, რომ ერთმანეთს გაუბრთქვილდეთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ჩვენ სახელმწიფოს ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ თურმე ქალები იჩაგრებია, თურმე კიდე არ ვიცი რა, ვის აღარ აი ისეთი ადამიანი მაინც დაიცავი, ვინც დაცვას ვისაც მართლა ჭირდება დაცვა. ჩვენ ვის ვერძით, რომელ საზოგადოებას ვერძით, ერთი მითხრან. რაც არ უნდა ცუდა ცხოვრდეს ადამიანი, ყოველთვის აქვს შანსი ეკლესიაში მისვიდა სინანულის გზით, აღსარება ზიარების გზით დაუბრუნდეს, მამის სიახს, ღვთის სიახს დაუბრუნდეს. ჩვენთვის არავინ არ არის გარიყული ადამიანი. იმათაც იცოდნენ, მოსულები იყვნენ, ესე იგი, ახალგაზრდა გოგონები, რა სად იპოვეს, სად მონახეს, მოიყვანეს. მოისმინონ და ჩემზე თქვან, არაფერია, უწმინდესი ამბობდნენ, ჩემზე თქვან, არაფერია. და გეგონებოდა, კლარა ცეტკინი გიყურებდა, გეგონებოდა, ან კაპლანის ქალი იყო და ან კიდე მასეთი, რა ის კომუნისტების პერიოდში შექმნილი რაღაც ქალის მახინჯისახე. ეს რუსულ იმაშია, კომუნისტურ უბედურებაში დაბრუნება თუ სად არის, ვერ გავიგეთ. ქალები ძალიან ლამაზები ხართ, ხომ და ის ლამაზი სახე უნდა წარმოაჩინოთ და არა ის, რომლითაც ეს საცოდავი არსებები, ვინც იქ იყვნენ მოსულები, იცოდნენ რა, რასაც ვფიქრობთ მაგაზე. იმიტომ არის რომ რაღაცა ძალიან წმინდას ეხებიან. წმინდა წერილის წინააღმდეგ მიდიან. როდესაც აბრაამ მამამთავარს სამი ადამიანი გამოეცხადა, სამი ანგელოზი, სამი ბარომარის გამოცხადებული ადამიანებისა ღმერთი მიიპატიჟა და პირველი რაც უთხრა წყალს მოგართმეთ ფეხის დასაბანადო. წაკითხულიც არა აქვს. ეს დასაწყისშივე არის ბიბლიის დასაწყისშივე. და ცოლები მორჩილებდით ხრევს, ეს პავლე მოციქულის ნათქვამია და მე განმარტებაში ხო სიყვარულზე აქვს სულ ლაპარაკი საუბარი, არიციან რაღაცას ამოგლიჯავენ და ისე საუბრობენ სექტანტებივით, ისე საუბრობენ, რაღაც სექტები ჩამოყალიბდა ეს ეკლესიის წინააღმდეგ, ქრისტეს წინააღმდეგ რაღაცას აყალიბებენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენი კულტურაა, ჩვენი ცხოვრებაა და არის ხოლმე რომ რაღაცა დონის იქით აღარ მისცემს საშუალებას. მერე რომ შეგიტიონ. ამიტომ დაფიქრდნენ თუ ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ, რომ მასე ძნელად აქვს სიტუაცია, მოვიდნენ ეკლესიაში და დავეხმარებით უშველით. იმ ორგანიზაციების გარეშეც უშველით დავეხმარებით. სირცხვილია საქართველოში ეს თურმე ქალები იჩაგრებიან. და ეკლესია გამოდივართ ჩაგვრელი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. უბრალოდ აი იმდენი მძიმე რაღაც წამოვიდა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ხოლმე, ხო? ჩვენ არც თქმის გვეშინია და არც ქმედებების. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ჩვენი ერი დალოცოს, ჩვენი სახელმწიფო დალოცოს, გააძლიეროს. რომ ვერც ერთმა მტერმა ვეღარ გაბედოს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ჩვენი ჯარი გააძლიეროს. იმიტომ რომ ჯარი ყოველთვის იქ არის, სადაც სამშობლო მოუხმობს, ისევე როგორც თქვენს ქრისტეს ჯარი ხართ, მოდიხართ აქ და ეშმაკის პირისპირ დგახართ. ეშმაკი ახლა გიყურებთ, ხო და გაგიჟებულია, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი კვირა დღეს მიხვდით და უფალს ადიდებთ. მაგრამ თქვენ არ გეშინიათ არც ქალებს, არც ბავშვებს და ღმერთი მოგცემთ ძალას და უფალი ყველას მიუჩენს თავის ადგილს ადრე თუ გვიან. საქართველოს რადგან ღვთისმშობლის წილხვედრია,
ის ძველი ტრადიციები, რაც მოდის ჩვენთან, რაღაც ცუდებით არ უნდა შევცვალოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ღმერთმა სულიწმინდის მართ აგავსოთ. და ეს იცოდეთ, რომ უმეტესის, მე ხა მარტო ჩემს პოზიციას არ გადმოგცემთ. სინოდის წევრებთან ნასაუბრალი ვარ, ყველასთან ნასაუბრალი ვარ სამღვდელოებასთან მრევლთანაც. ეს კარგად ვიცოდეთ რა, ნუ გვიპირისპირდებით. რაღაც საზოგადოებები ნუ გვიპირისპირდებით. და კარგად გავაკეთეთ რა არის ექსტრემიზმი, რა არ არის ექსტრემიზმი. ჩვენ სწავლება გვაქვს ქრისტესგან, გვაქვს მოციქულებისგან, წმინდა მამებისგან, ეკლესია რასაც გვასწავლის და ცალკეული პიროვნებები ამის წინააღმდეგ რომ გვეუბნებიან, ჩვენთვის ის მისაღები არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. უწმინდესისგან ლოცვა კურთხება, გუშინ ვესაუბრე და ხომშვიდობაო და რაც ხდება, ხო? რაც ხდება თუ ამას შვიდობას დავარქმევთ, მაშინ სულიერი არეულობა რაღაცა, გონებრივი არეულობა რაღაცა. უფალმაინებოს რომ დაგვალაგოს ერი. დაგვაწყნაროს და ერთად ყველამ ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. იმისავე გამოვყავართ. ძველად ამერიკაში რომ ზანგები იყვნენ, ხო? ისე გვიყურებენ ეკლესიის წევრებს. ამერიკაში ბოლო-ბოლო ზანგი ის გახდა პრეზიდენტი და ეკლესიას ასე რატო უყურებენ, ვერ გამიგია. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და სულიწმინდის მართ აგავსოთ. იხარეთ ორსავ სოფელშინა. მალე არის ამ დღეებში დღესასწაულებია. ხვალე იოანე ღვთისმეტყველის ხსენება. ზეგარის წმინდა ნიკოლოზის და შიონ ღმრიმელის ხსენება. და 24-ში არის უკვე ამაღლება და ყველას წინასწარ გილოცავთ. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ და უფალმა სულიერად და გონებრივად აგვამაღლოს. ყველა ეს ვიზაც ცოტა მძიმე სიტყვებით თქვი, მიყვარს და იმიტომ ვეუბნები იმ ხალხს. განა იმიტომ რომ ცუდებიან, ცოტა სხვანაირად შეხედონ ამ ქვეყანას და ამ ცხოვრებას და რას ემსახურებიან, იმასაც კარგად შეხედონ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.